სანამ დავიწყებდეთ, ახალი ეპიზოდი 31 მაისს 7 საათზე დაიდება. არ გამოტოვო უმაგრესი ეპიზოდის პრემიერა. ყველაფერი რიგზია, პოლიკარპე? კი, იდეალურად. პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი პლატონ შავყერაშვილი გვიერთდება. პლატონ, რა სიტუაციაა თქვენთან? მოგესალმები, ანტონ. მოგესალმებით, მე გარდაზაპორ წუკალ ჩულაყი ვარ. მე კი რუზუნდაკულ ჩუპან ჩაჩონი. მოგესალმებით, მე ანტონ კუტუწელია ვარ და მე7 არხზე ახალ ამბებს გაგაცნობთ. მოგესალმებით, მე ტრაქჩაბანაშვილი ვარ და ეს ჩემი გადაცემაა სიმართლე ბოლო წვეთამდე. ქართველი გამოჩენილი ვეგანი ანტონ კუტუწელია. კუტუწელია. ნუ გავახილე თვალი და ლოგინთან იდგა. ეს კაბა თუ მიხდებაო. მათ მიხვდი რომ ეს უცხო პლანეტელი ჩემზე აპირებდა ძალადობას. იდიოტო. ეგ მე ვიყავი, ცოლ უცხო პლანეტელი ვერ გაგირჩევია? აუ ეს რა დებილია. დიახ, ეს აპლიკაცია სპეციალურად ქართველებისთვის შეიქმნა, ვინაიდან ძალიან გაბრაზებული ხალხი ვართ. იგი თარსულაში უკვე არსებულ ხელოვნურ ინტელექტზეა აგებული. ქვებრიქვებო. როგორც ვიცით, პლანეტა ტრაქსინაზე წლის შეწერვის კონკურსი მიმდინარეობს, სადაც უნდა დავადგინოთ არჩეული კანდიდატებიდან, რომელია ყველაზე ნაბოზი. კრისტალბეთ ეროვნული ლიგა თარსულაში მინი თამაშის მოწყობას აპირებს, რომ ახალგაზრდებში სპორტის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყონ ხელი. თამაში რა მიყვარს ბაყვების წინააღმდეგ გაიმართება. მედენიოდან ჩაეტენე, ფოგიერა და ჩატენე ბომბი. გვემუქრება თუ არა, გადაჯიშება, ივლიან თუ არა ჩვენი შვილები, ხელჩაკიდებულები, ამ და სხვა თემებზე ემაილ კაკაჩია გაგვესაუბრება. ყველაფერი მოყევით, ვეგანები მოგივარდნენ და თქვენი გაუპატიურებას სცადეს, ხომ? ნუ პრინციპში ვიღაც დიშლა კი იყო მოსული ისე. მე იმაზე დამწყდა გული რომ ჩვენი თარსულას მუზეუმი დაიხურა, თორე ეს საღორერო დაიწვა მაგის მომხრება არ კი. ასევე გადაცემაში მოვიწვიეთ გამოჩენილი ქართველი შობელძაღლი შიბლა ბოღმიანი. ბატონი შიბლაც ბიზნესმენია, თუ რა უნდა აქ? არა, მაგრამ ბევრს ყვირის და რეიტინგისთვის კარგია. ოჯახს რა პონჩი შეეხე შეუნამოსო. ხებეშვი რა სიტყვებზე მეკიდები. ოჯახს რა პონჩი ეხებით გობიჯო. ქალაქში ჩატარებულმა გამოკითხამ გვიჩვენა, რომ ყველა, ვინც კომაში მოხვდა, წვაც უბაყუნებდა ხოლმე. დღის მთავარი ამბავი, თარსულას რესტორანში შემოდი მწვადი გაზისგნეში სამზარეულოდან ვირი გაიქცათ. ხალხმა იფიქრა, რომ ვირი რესტორანში ხორცის გამო ყავდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ის თავად იყო მზარეული. ანტონ, ტრაკ, კუტუწელია? ჩაბანაშვილო, მისთვის მზად არ ხარ, პატარა ბიჭი. პატარა ბიჭი ბებია შენია. ბებია ჩემი 120 წლის ქალია, იდიოტო. არა და თვითონ მითხრა 70-ის ვარო. რა? ბატონო წურამ, რა არის ბიზნესი? ბიზნესი, ხდიახ ეს მომეწონა რა, სიახლეა და რაც უფრო კარგს შემოიტანენ საქართველოში და რაც უფრო კარგს გააკეთებენ, ყველაფერი მოსაწონია. კრიშა, შედედა ში. ყობოგივიდა, ყობოდიში, მაგარი აპლიკაციაა რა. ჩვენი კანდიდატები მალე იქნებიან გადაყვანილი პლანეტა დრუნჩზე, სადაც ისინი ეცდებიან, რომ ომი დაიწყონ, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. დაანძრეული აქვს. ხანდახან რობოტები ნასროლ რაკეტებს ისხლიტავენ, რომლებიც ნაწილებად დაშლილი ქვემოცვივა და ერთი მომხვდა აიგერა წყივში და რაღაცნაირად ეხაც მეწვის. 1, 2 და 3 რაშია საქმე ხა იცი, გაგევდა მთელი ქალაქი, ჩვენ გვეგონა მხოლოდ შვილები იყვნენ საფრთხის ქვეშ, მაგრამ მთელი ქალაქი გადაშენების პირას ყოფილვართ. მირჩემია კვერცხი პირდაპირ ქათმის ტრაკიდან იყოს, ვიდრე რაღაც ქარხანაში გამოზრდილი ქათმების დადებული და კაპრიალებული. ჩემ შვილს მინდა მხოლოდ ნატურალური საკვები მივაწოდო. პრობლემა გვაქვს. ჩვენ არაფერი არ გვიგია საერთოდ. რა ხდება ეგეც არ ვიცი. ჩავყაროთ. არ ჩაგიყრია ჯერ? და რაზე მეკითხებით თქვენ კაცო რა გინდათ? ანუ თარსულას მუზეუმი დავალიანების გადაუხდელობის გამო დაიხურა. რის მაგირათაც სტალინისა და რუსეთის ჩექმის მუზეუმი გაიხსნა, რასაც პროტესტი ბელარუსული ჩექმის მუზეუმში ხო არ აქვს მაგათ. მე ხმამაღლა ვაცხადებ. განდრონი თუ აქ მოვიდა მე სახში ცოცხალი არ წავა. ბიზნესი არა ის კიდე. ბაძავენ იქ ევროპას და უბედურებას. სულ არ იყო ბიზნესი საჭირო კომუნისტების დროს. ყველა სამსახური კონდათ, იცით თქვენ? ბატონო შიბლა, ჩვენ პირველები ვართ, ვინც მსგავსი ბიზნესი წამოიწყო, თან ლიწინით მიდის. აბა რა, ერთი მელოტი კაცი ყველას უნდა ეგდო სახში. ახლავე შეწყვიტეთ რასაც აკეთებს და სკოლის შენობაში გამოვყევით. წადი შეპროვოკატორო. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? გლობალურმა დათბობამ, ვეგანებმა, სატანამ თუ სატნის მიმდევარმა ანტონ კუტუწელიამ. ეს ის მომენტია, რომელსაც ყველა ველოდით, ყველაზე დიდი ინტერესით სავსე მოვლენა. მინდი
კოფე გამიგენე. კარგია, კი, ძალიან კარგია. მე მომწონსო. 20 წელია ბალახეულ დამამშვიდებლებზე ვზივარ და რაც ეს აპლიკაცია გადმოვიწერე, იდეალურად ვგრძნობ თავს. როგორც კი ნერვები შემომიტევს, მაშინვე ვერ ხედავ რო ინტერვიუს წერს, სხვაგან გაიარე, შედე დაშკამში მო. რა ვიცი, ჩემი განწყობა ისეთია, აი, პოსეიდონის კოცნის მერე რო განიცდი. პოსეიდონის კოცნა რა არის? აი, ტუალეტში რომ დიდხნიან საქმეზე შედიხარ და გაჭინთვის მერე რო უნიტაზიდან წყალი უკან გესხმევა. აი ეგა პოსეიდონის კოცნა. პიდარხელები შემოგვესიენ. არსებები, რომლებიც გვაჯიშებენ და კაცებს ერთმანეთზე ხელს აკიდებინებენ. ანუ თქვენი და ნიუტონის ფოტო პიდარხელების ნამოქმედარია. არიცით თქვენი გენერა დედაშკაფში მოწყობი არიან. აი ძალიან კარგია რომ ახალი თაობა ბავშვობიდანვე ისეთი მონდომებულია. თან ნაღდის სოფლის კვეცხს რაჯობია. აი ეს ფრაზა რომ მოვისმინე, აი პირდაპირ ქათმის ტრაკიდან, აი დამაჟრიალა რა გეუბნებით. აჰა. და ვეგანებს თქვენი გაუპატიურება აქამდეც უცდიათ? შენ ძმაო ძალიან შიგ აქვს თუ უბრალოდ ხარ? შიგ ნამდვილად არ მაქვს. ესე იგი, ბრახანო დაიზახა რაღაცა. შემოგვივარდა სახლში განდრონი, სადაა პოლიკარპეო. შენი შვილი სადაო? მეთქი რა გინდა შენ ჩემ შვილთან? ხო და იმან რა მინდა კი არა, შვილი მოჯვი ბიჭო და ეს პროპელერი ზურგზე რომ აქვს დაატრიალა და აწყვეტილი ჩუსტივით გვაფორთხიალა ამ ჰაერის ტალღამ. მე შიბლა ბოხმიანი ვარ. მე გაიოზი ვარ. გაიგაიოს დამშვიდი. ანუ ვერ პასუხობ. ვერ კი არა არ პასუხობ. ანუ ვერ პასუხობ. ვერ კი არა არ პასუხობ. ანუ ვერ პასუხობ. ვერ კი არა არ პასუხობ. გამარჯობა. დიახ, ისა ანტონ. ბოლოს კი მინდა თარსულას თითოეულ მაცხოვრებელს მივმართო. თქვენ კეთილებს ვეხახუნე ხელებ გაშლილმა. შეიძლება რომელიმე ორგანოს ან დაჯგუფებას რაღაც რიგზე ვერ ქონდეს, მაგრამ როგორც ჟურნალისტს ის მაინც მოგეთხოვება რომ შენი ეთერი ფაქტებსა და გამოძიებაზე დააფუძნო. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი გამოშტერებული ტელევიზორს მისჩერებია და შენაირი სირის ყველა სიტყვა სჯერა. შედიშლა კაცო. აი პირველი მეორე კლასის ბავშვებს რომ შეიყვან ამ კერპთაყვანის ცემულ მუზეუმში, სადაც სტალინის კერპი უდევთ. ნამგალი დაურო და კიდევ მრავალი რამ. რა ახალგაზრდობა უნდა აღზარდოს საქართველო? ძალიანაც კარგი თუ დაიწვა. ეს კაცის კიდე მეპატრონე ვინცა, ეს სიდებილის შამანი, ეს წარმართი კაცი ეს. მომისმინე შე ბებერო კუილო. გარეწარი ხარ. უნამუსო შენ. გარეწარი ხარ. უნამუსო ხარ. განეწარი ხარ. ბატონო ემაილ, თქვენი кейსი იმიტომაა ამდენად მძიმე, რომ დედაზე დააგინეთ. ჩვენთვის, ტრაქსინელებისთვის, დედა ყველაზე სანუკვარია და იმ სიტყვების წარმოთქმაც კი, რაც თქვენ თქვით, მენტალურ და მორალურ ზიანს გვაყენებს. ხო და თქვენი დედაც მოუყანდა თქვენი პლანეტისაც ზემოდან. ესე იგი, ჩვენ მამაკაცებმა მოვაწყოთ ტესტოსტერონის სივრცე. შემოსასვლელში გვიდევს მანქანის ზეთი და მაზუთიანი ნაწილები. შემოსვლისას ხელები ამ მაზუთით უნდა გაისვარო, როგორც კაც შეეფერება. დღეს ღამით თუ გუშინ ღამით დაიწყო ეს ყველაფერი. cis ქვეშ განდრონი მოკრიფეს თუ რაღაც ეგეთი. რას ვამბობდი? განდრონი თუ ნახეთ თქვენ ეგ კითხეთ. ვინ განდრონი? გაუთხრა კომუნიზმი რო აღარ გვაქვს და შვილიშვილები ყელზე წითელი ლენტით რომ ადარბიან. ალბათ ისიც გიწყდება, ყველას რომ ერთნაირი შემოსავალი არ აქვს და ვიღაც შენზე მაგარი და მოხოდელი ტიპი იჩითება. აქ ვიღაცებს სახისახევამდე შრომა და ბევრი ფულის შრომაც გვისწორდება და შენი ბუღმიანი შიბლა შეგიძლია მაგ მონობის მოყვარულ კანალში გაიკეთო. ნაგავი ხარ. არა არ ვარ. ნაგავი ხარ მეთქი. არა არ ვარ. პულიკ ბიჭო, რამე არ დაუშავდეს? გაიგაიოს დამშვიდი. არაფერი დაუშავდება, ის მაგივრად წვადიდებს იარაღში. ხო და ჩამოვედით თუ არა ეგრევე მივედით ვიღაცებთან და გავუქანე და ვხიე. ნაკეთ გვაქვს საბურავ დაზიანებული მანქანა, სადაც კაც შეუძლია საბურავთან ჩაიცუცქოს და პროჭისღარი გამოუჩნდეს. ვიჯექით მე და დედა ჩემი სასადილო კუხნაში. უცებ ეს განდრონი მოვიდა ალბათ, ბრახანო რაღაცამ დაიძახა და წამოვიდა ჭერი. დედა ჩემი ჩავარდა პადვალში, ჩავყევი მეც. დაგვეცა მაცივარი. ამომიყვანეს ზემოთ და თავში მაცივარი მქონდა მორტყმული. რა მითხრა ამ გარე წალმა ბავშვმა გაიგეთ? გაიოს, ჭიქა ესროლე. メイの仕事メゴカフェに入ったの。そしてキラキラのメイド服も足させてくれ。 ერთი ორი და სამი რაკენი ბიჭო ეს. აქეთ გვაქვს კლავჭიდის მაგი და ეს სპორტი ტესტოსტერონს საკმაოდ მაღლა წევს. ტრამკენი იცი? რა? დავაჯვი. საია ყოფილა. რა?
რა? რა? მაგარი რამეა იმენა დავითრიე თუ არა ეგრევე მაგათ პარლამენტს დავუშვი ამ იარაღით და სტრატეგიულ ობიექტებს ვაფშე ბუღი გადავატარე მოიბუგა ცუგუ უსო სოიო და დეთის შედი შლაგასო. სტუმრებს ვთხოვ რომ ცენზურა და წესრიგი დაიცვან თუ შეიძლება. ამას მოყნა. ალო, შავი მელოტები შემოვიდნენ სტუდიაში ვიღაც შიბლა ასაცემი. ვაიმე გაჩერდით არის ჩხუბოთ. რეკლამაზე გადით.